მოგესალმებით ბატონო ემზარ, პირველ რიგში მადლობა, რომ დათანხმდით ჩვენთან საუბარს. მოდით დავიწყოთ ზოგადი კითხვით. როგორ აღწერდით თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობას, სად არის ის მსოფლიო საზოგადოების კონტექსტში, ასე ვთქვათ? ქართულ საზოგადოებას და ჩვენ მსგავს საზოგადოებებს, მხედველობაში მაქვს პოსტსაბჭოთა საზოგადოებები და სახელმწიფოები. დავახასიათებდი ამ საზოგადოებას როგორც დაგვიანებულ ერს. დაგვიანებულ საზოგადოებას და გეტყვით რა ნიშნებით შეიძლება ეს როგორ შეიძლება ეს აღიწეროს. მხედველობაში მაქვს ის რომ ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების ძალიან ხალმოკლე გამოცდილება აქვს. ეს იყო მოგეხსენებათ პირველი რესპუბლიკა, ეს იყო ძალიან ეფემერული დამოუკიდებლობა, ჩვენ სწრაფად დავკარგეთ დამოუკიდებლობა და შესაბამისად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების მცირე გამოცდილება გვაქვს. ძალიან დროში, ძალიან ხანმოკლე. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი გახლავთ ამ დაგვიანებისა ისე რომ შესაბამისად ჩვენ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდა. კომუნისტურ ეპოქაში ქვეყანა იმართებოდა ზევიდან, არ არსებობდა სამოქალაქო მოძრაობა როგორც ასეთი და შესაბამისად სამოქალაქო მოძრაობის პროტესტის გამოთქმის დაუშვათ სამოქალაქო აქტივობის თვითორგანიზაციის დაბალი უნარი გვაქვს ჩვენ. ჩვენს კულტურაში ადამიანმა რო ჩაიხედოს ჩვენს ლიტერატურაში მაგალითად რო აიღოს მე-16, მე-17 საუკუნეები, გნებათ მე-18 საუკუნეები და ნახოს რას წერდნენ ქართველები მაშინ, რაზე მუშაობდნენ ქართველი ინტელექტუალები და იმავე დროის ევროპის ინტელექტუალურ მოძრაობას თვალი რო გაადევნოს რა ხდებოდა უნივერსიტეტებში იქ და რა იწერებოდა, ჩვენ დავინახავთ რომ არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩვენი კულტურა ძირითადად პოეტური ენით, ხშირად მითოპოეტური ენითაც გადმოსცემს რაღაც იდეებს და უშუალოდ მათ შორის სოციალური იდეებიც შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ არასოდეს არ დასმულა ის კითხვები, რომელსაც მაგალითად თომას ჰობსმა დასმა თავის დროზე. მაგალითად, როგორ არის წესრიგი შესაძლებელი? დღესაც არის მევა ეს კითხვა. ეს კითხვები დღესაც არ დასმულა ჯერ კიდევ. ყოველ შემთხვევაში ის ვისაც თეორიულად ევალება ამ კითხვების დასმა და პასუხის გაცემა, ინტელექტუალური პაექრობა ამ საკითხებზე არ კამათობენ და ყველაფერი არის პოლიტიზირებული. შესაბამისად, ადგილი თავისუფალი ინტელექტუალებისთვის, რომლებიც არ ლაპარაკობენ ვინმეს მხარეს, არამედ ლაპარაკობენ როგორც დარგის წარმომადგენლები ან მეცნიერები, რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური ასე წმინდა გამოხატული პოლიტიკური პარტიის წევრები ან მოძრაობების წევრები, ასეთი ინტელექტუალები ცოტანი არიან. ცხადია რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ინტელექტუალსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ვნება, გარკვეული პოლიტიკური ასე ვთქვათ გატაცება ან ინტერესი, მაგრამ პრობლემური გახლავთ ის რომ აი ამის ნეიტრალიზაცია ვერ ხერხდება. პრობლემა გახლავთ ის რომ წესრიგი ჩვენს ქვეყანაში იყო ყოველთვის ზევიდან. იმიტომ რომ კოლონია ვიყავით და უშუალოდ რუსეთის ნაწილი ვიყავით ერთ დროს, მერე საბჭოთა რუსეთის ნაწილი ვიყავით და ასე შემდეგ. იყო რაღაც სუსტი მოძრაობები დამოუკიდებლობისათვის და ასე შემდეგ, იყო მოძრაობა, მაგრამ სპონტანური ხასიათი ჰქონდა ხშირ შემთხვევაში, დაუგეგმავი და ეს არ იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, ეს იყო მაინც მე ვიტყოდი პოლიტიკური მოძრაობა და ასე შემდეგ. იცვლება ეს ყველაფერი. აი ახლა ნახეთ რა სიტუაცია არის ახლა. წესრიგი დღეს საქართველოში არის წესრიგი ზევიდან. ეს არის ხელისუფლების მიერ დამყარებული წესრიგი. ხელისუფლების ამ წესრიგს რომ მოაშორებ დღეს საზოგადოებას თქვათ, დღეს არ არის ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ახორციელებს თავის ძალაუფლებას საზოგადოებას. აღმოჩნდება რომ საზოგადოებას თვითორგანიზების არანაირი ძალა არ აქვს. ჩვენ რაც შეგვიძლია ქართულ საზოგადოებას ეს არის ქელეხების და ქორწილების ორგანიზება. როგორც ჩემი ერთი მეგობარმა თქვა, ესე გამოდის რომ ჭირისა და ხინის მენეჯმენტი შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ. დანარჩენი ის რომ დავუშვათ საზოგადოებამ თვითონ წარმოქმნას ალტერნატიული ასე ვთქვათ წესრიგი. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით. საზოგადოებას არ შეუძლია სოფლის დონეზე თავისი კონკრეტული პრობლემა თვითონ მოხალისეების გაერთიანებით გადაწყვეტოს. ეს არის საზოგადოება, რომელიც ზევიდან ელოდება წესრიგს. შესაბამისად, ხელისუფლება წესრიგი ესმის როგორც მაქსიმალური კონტროლი და საზოგადოებას აქვს ამაზე პროტესტი იმგვარად რომ თვითონ არ შეუძლია რამე შესთავაზოს სახელმწიფოს ალტერნატიული წესრიგის სახით. თვითორგანიზების დაბალი დონეა. ეს ამ ტიპის კულტურა არის დაბალი თვითორგანიზაციით.
თვითორგანიზების დაბალი უნარით. რომ გავაგრძელოთ ამ თემაზე, სამოქალაქო აქტივიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეეხება, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ სუსტი ამას კვლევებიც ადასტურებს, ცნობადობაც დაბალია, იგივე თუნდაც NGO-ების დობაც დაბალია. მაგრამ ვერ ვიტყვით იმავეს, თქვათ, ვარდების რევოლუციამდელ პერიოდზე. როდესაც მეტად ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება. აი რა შეიცვალა მას შემდეგ? ესე იგი, ის რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვეძახით მაშინ და ვეძახით ახლაც, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების ზევიდან. მე მახსოვს როგორ იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ძალიან აქტიური ვიყავი 20 წლის წინ, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა და ყველა თვალნათლივ ხედავდით, რომ ეს იყო ინტელექტუალების მოძრაობა, ადამიანებისა, რომლებმაც მოძებნეს გარკვეული სამუშაო ფონდებთან ურთიერთობა ისწავლეს, პროექტების წერა ისწავლეს და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები ხო დღესაც არიან, რატომ არ არიან ისინი ძლიერები? ბევრი მიზეზის გამო არ არის. ერთი რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ადრე აქტიური იყო სამოქალაქო სფეროში, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში აღმოჩნდა და შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს ძალიან დიდი რესურსი. ეს არის სრული ილუზია, ვინც არ უნდა თქვას, რომ აქ არის ძალიან დიდი რესურსი. აი დღეს რომ პოლიტიკურ სპექტრს დავაკვირდეთ, ჩვენ დავინახავთ, რომ პრინციპში მეორე მხარეს, თქვათ, ბიძინა ივანიშვილის მხარეს, ხო? მას ძალიან ბევრი რესურსი ვერ ექნება, ბუნებრივია. არ არის ამდენი არჩევანი ქვეყანაში, რომ დაუშვათ თავისუფალი რესურსი. შეფასება შესაძლებელია მაინც მისი არჩევანის, ხო? ეს შეფასებები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თავისთავად რესურსი დიდი არ არის. დღეს უფრო მეტი რესურსი არის, მე ასე მგონია, ხელისუფლების მხარეს. და მეორე მხარეს რა რესურსი აღმოჩნდება, ეს კიდევ გამოჩნდება, მაგრამ შემიძლია აპრიორი ვთქვა, რომ რესურსი მაინც და მაინც დიდი არ არის. არჩევანი ძალიან დიდი არ არის. მაგრამ უფრო მეტი პრობლემა არის საზოგადოებაში. თუ ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება აქვს ჭარბი ძალაუფლება, და ის ძალადობს საზოგადოებაზე, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებას აქვს ძალიან დაბალი თვითორგანიზაციის უნარი, რომ მას არ შეუძლია თვითორგანიზდეს, მას არ შეუძლია საზოგადოებას არ შეუძლია ინიციატივები განახორციელოს. აი ეს არის პრობლემა. ცხადია, ამ მდგომარეობას ხელისუფლება რაღაც აზრით იყენებს კიდევაც. ის თავაზობს წესრიგს, საზოგადოება არ იღებს ამ წესრიგს, იმიტომ რომ ამ წესრიგის ხმალობაში ნაკლებად მონაწილეობს. აი ეს არის პრობლემა. ეს არ არის, როდის არის წესრიგი ჩემი წესრიგი. როცა მე მონაწილეობ მის შექმნაში. ხო? თუნდაც რომ მონაწილეობის ილუზია შევქმნათ. აი მაგალითად ძალიან ბევრს ლაპარაკობენ დღეს იმაზე, რომ აი ქალაქის მშენებლობა და არქიტექტურის საკითხები და ასე შემდეგ ამას არ უნდა წყვეტდეს მთავრობა. ხო? არ უნდა წყვეტდეს ხელისუფლება ამ საკითხს. ეს არის პროფესიონალებისა და საზოგადოების საქმე. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ესე ჩემი აზრით, რომ გადააბაროს ეს საქმე საზოგადოებას, გადააბაროს ეს დაუშვათ არქიტექტორებს, ქართულ არქიტექტორებს ხო აქვს ძალიან დიდი პრეტენზია, რომ ისინი სერიოზული არქიტექტორები არიან. ასე ვთქვათ, ისევ ხელისუფლების ინიციატივით უნდა მოხდეს. პრაქტიკულად კი, სხვანაირად შეუძლებელია. გონიერი ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ აი საზოგადოებრივი ინიციატივები გაძლიერდეს საზოგადოების მხრიდან. რაღაც ნიშნები ამისთვის არის. აი მაგალითად რა ნიშნები? გეტყვით, სადარბაზოები, თქვენ ხო კორპუსში ცხოვრობთ ჩემს საერთოდ ალბათ. იქ ხომ ამ ხანაგობები შეიქმნა, მერიამ ხო გამოყო ცოტა ფული იმისთვის მონაწილეობით, რომ სადარბაზოები მოვაწყოთ, მაგრამ იქ რაღაცა გაკეთდა, მაგრამ საზოგადოების მონაწილეობა ამ საქმეში არის ძალიან დაბალი. საზოგადოებას ეს საზოგადოებრივი საერთო სივრცე, სადაც ყველანი დავდივართ, არ აინტერესებს. ერთ-ერთ არხზე საუბარი იყო პროტესტი, კავკასიაზე იყო ასეთი პროტესტი გამოითქვა იქ, რომ აი აპირებენ ბაღების გადაცემას კერძო პირების ხელში, ისინი მოულიან ამას და მე იქ ფასიანი სამსახური და შეიძლება სხვა რამეებიც იყოს და პრინციპში ბაღი წაართვან საზოგადოებას. მაგრამ მოდი საზოგადოებამ თქვას, რომ მე ჩავიბარებ ამას. მოდი გამოჩნდეს 10 ინიციატივიანი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ვაკის პარკს მოულით ჩვენ. ჩვენ მივხედავთ მას. რას მივიღებთ ჩვენ შედეგად? რომ ისინი ამას ვერ მოუვლიან. ხადია. და რჩება ერთადერთი რამ, რომ ან კერძო პირს უნდა მისცე ეს ყველაფერი, ან სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს და სახელმწიფომ უნდა მართოს. არ შენიშნება რაღაც ძრები უკანასკნელი აწევების მეთოდზე ამ მიმართულებით. პრაქტიკულად დიდი არაფერი. მე არ შემიძლია დავასახელო რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელზეც დაყრდნობით ვიტყოდი, რომ იცვლება საზოგადოება, რომ საზოგადოებას გაუჩნდა რაღაც ინტერესი, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და არის მოძრაობა, დაუშვათ რაღაც
საერთო საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნად, ისე რომ ამაში ხელისუფლება არ ჩაერიოს. აი ეგ არის პრობლემა. და პრობლემა თუ ჩვენ ვამბობთ რომ ჭარბი ძალა უფლება, პრობლემა არის სწორედ იმაში რომ ჩვენ ვაძლევთ საზოგადოება ამის ხელისუფლებას ამის გასაქანს. ხელისუფლებას ჭირდება ის ფიქრობს რომ ის მან უნდა მოაწესრიგოს გარემო, თუ კი არ არის ვიღაცა ვინც მოაწესრიგებს ამ გარემოს. და ამიტომ ჩვენი ხელისუფლება დატვირთულია უამრავი ვალდებულებებით, რომელიც პრინციპში შეიძლება არ იყოს მისი საქმე და იყოს საზოგადოების საქმე. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობას და ასე შემდეგ, კი არსებობდა გარკვეული სოციოლოგიური კვლევები, მე ვარდების რევოლუციამდელი ჩვენი საზოგადოება მხედველობაში არსებობდა გარკვეული ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მაგრამ უნდა გითხრათ რომ გულწრფელად უნდა გითხრათ რომ ეს არ იყო მაინც და მაინც მაღალი ნდობა. ცნობადობა ყოველ შემთხვევაში ბევრად მაღალი იქნებოდა. კი, ერთ-ერთი ინდიკატორი არის, უნდა გიცნობდნენ რომ გენდონ, მაგრამ შეიძლება გიცნობდნენ და არ გენდობოდნენ და ესეც არის. რატომ? იმიტომ რომ ეს არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც ის სოციალური მოძრაობები თუ იქნება საქართველოში და იყო და არის კიდევ რაღაც სუსტი მოძრაობა, ეს არ არის საკუთრივ ქართული საზოგადოების შინაგანი დუღილის, დისკუსიის და რეფლექსიის შედეგი. ეს არის იმპორტირებული. საშუალო სტატისტიკურ ქართულს რო კითხო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გეტყვის რომ ისინი არიან მასონები, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებიან, საქართველოს გადაშენება უნდა. თვითონ ამ არასამთავრობოების წარუმატებლობის მიზეზად მაგალითად ერთ-ერთად ხომ არ გაჩვენებათ ის რომ თვითონ მათ თავიანთი აქტივობა ესმით ხელისუფლებასთან სრულ კონფრონტაციაში. შეიძლება სტრატეგიაზე ვიმსჯელოთ და ვთქვათ რომ აქ ძალიან ბევრი პრობლემა არის. რაციონალობის პრინციპებზე ორგანიზებული საზოგადოება არა ვართ. მაგალითად კარტეზიანულ პრინციპებზე დასავლური ტიპის მენტალიტეტი როგორია ჩვენ ყველამ ვიცით ეს არის self-made men-ების საზოგადოება, სადაც ადამიანი ამბობს რომ მე შემიძლია, მე გავაკეთებ, მე ვარ სამყაროს ცენტრი. თქვენ ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ანუ ტენდენცია ასეთია უფრო რაციონალური ხდება. ხდებიან ადამიანები. კი, ამას საფუძვლად უდევს ის ეკონომიკური რაციონალობა. თუ საბჭოთა ეპოქაში მაგალითად ადამიანები ისე კვდებოდნენ, ფულს არასდროს არ ითვლიდნენ და ფული არ იყო მთავარი, ასე ვთქვათ, თემა. ან დაუშვათ დაგროვება, ან არ იყო სოციალური შიშები, რომელიც დღეს ადამიანებს აქვთ, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებს აიძულებს იანგარიშონ. მაგალითად, მე გეტყვით, რომ მე ჩემი თაობის ადამიანები და პირადად მე რაციონალური არა ვარ ხარჯვაში. მაგრამ მე მყავს სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან რაციონალურები არიან და გეგმავენ თავის ფინანსებს, დაუშვათ. და ეს ეკონომიკური რაციონალობა შეიძლება სხვა რაციონალობის საფუძველი გახდეს, მაგრამ პრობლემა კვლავ რაშია? პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჩვენი კულტურა მაინც არ არის დასავლური ტიპის კულტურა, რომელშიც ადამიანს აქვს თვითშეგნება, რომ ის არის სამყაროს ცენტრი, რომ მას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი თავის ირგვლივ, აქ არის ესეთი დამოკიდებულება, მოვლენ და შეგვცვლიან. გაგვაკეთებენ. პრინციპში ეს არ არის სწორი. გარედან ვერავინ ვერ შექმნის. შიგნით უნდა იყოს ეს შეგნება უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ საზოგადოებაში გვჭირდება მეტი ადამიანი, რომელიც self-made man-ია. ასე ვთქვათ, უწარსულო ადამიანი, რომელიც არ არის ვინმეს მამის, დედის ან ვიღაცის შვილი. როგორ ჩდებიან ასეთი ადამიანები? ასეთი ადამიანები საზოგადოებაში არიან, რომელთაც გარკვეული წარმატება თავიანთ სფეროში აქვთ. საკუთარი შრომით ცხოვრება აიძულებს რომ შექმნას საკუთარი თავი და ასეთ ადამიანების ასპარეზი უნდა იყოს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში რომ მეტი მაგალითი იყოს თუ ადამიანის ცხოვრებაში კარიერა არ ჩანს ხო და ზღაპრის გმირივით ერთხელ გამოჩნდა რაღაცა დედაბერმა ვაშლი აჭამა და მე ესე იგი უსებ გმირი გახდა ზღაპარში როგორც ხდება რაღაც სიუჟეტი ასეთი ადამიანებისთვის არ არსებობს დასავლურ საზოგადოებაში ყოველთვის ადგილი არ არსებობს წარმატებისთვის და მე გეტყვით კიდევ ერთ ნიმუშს მაგალითად აი ჩვენი კულტურის პრობლემის საკუთრებისადმი დამოკიდებულება და ეს არ არის მარტო დაუშვათ ის რომ ხელისუფლება ვიღაცის საკუთრებაში ერევა და ზღუდავს და იყო ამაზე იწერება და არის სულ პრობლემები რომ აი ეხებიან ადამიანის საკუთრებას და ასე შემდეგ თუ ეს ასე არის ხელისუფლების ხმა არ მიკვირს თუ არის საკუთრება ღირებულებას არ წარმოადგენს ჩვენს კულტურაში ამიტომ წესრიგს და ამდაგვარი ტიპის წესრიგი რადგანაც ჩვენი შინაგანი მუშაობის შედეგი არ არის თუ გარედან ვინმე გვთავაზობს ამას სტრულად უპირისპირდებით და ასეთ წესრიგს ვებრძვით ხოლმე
თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ პოლიტიკური სპექტრი, ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ. თქვენ ერთხელ ძველ ინტერვიუში თქვით, რომ საზოგადოება ვერ ხედავს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს, ხელისუფლების ალტერნატიულ ძალას. ახლა, როდესაც ახალი სახეები, ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ ასპარეზზე, როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ ძველი სახეები ჩანაწყდა, დაემატა ახალი თუ თვისებრივად რამე შეიცვალა? ანუ შეიცვალა თუ არა საზოგადოების მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ ლიდერისგან? თუ თქვენ გულისხმობთ ან საუბრობთ დაუშვათ ივანიშვილის მიერ შექმნილ მოძრაობაზე და პოლიტიკურ აქტივობაზე, მე ვფიქრობ, რომ მას გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა განიხილავს როგორც ალტერნატიულ ცენტრს, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას. სხვა საკითხია, რამდენად არის შესაძლებელი დაუშვათ ეკონომიკური კაპიტალის პოლიტიკურ კაპიტალში გადატანა და მოხერხდება თუ არა ეს კარგად. და რა მოტივები ამოძრავებს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, დაუშვათ. ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი თუ მართლაც რეალურად ცვლილების ინტერესი. ცხადია, რომ იქ არიან ადამიანები, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ, მათ შორის დაუშვათ შევარდნაძის პოლიტიკური გარემოცვიდან, მაგრამ ეს მაინც არის რაღაც ტიპის ალტერნატივა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. სრულად განსხვავებული მოტივებით. მაგალითად, ყოველდღიურობის საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს ის მოლოდინი, რომ ამხელა ფულის მასის მქონე ადამიანს შეუძლია მისი ცხოვრება ერთ წამში შეცვალოს დაუშვათ და მან მიიღოს რამე საგებელი აქედან და ასე შემდეგ. ამორჩევის მოთხოვნები კვლავ არარაციონალურია, როგორც პატარა უაცოლებში იყო. ამორჩევის მოთხოვნებიც კვლავ არარაციონალურია. მან დახარჯა გარკვეული თანხა საზოგადოებისთვის, ცხადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის შეძლებს ერთ დღეში შეცვალოს რადიკალურად ყველაფერი, დაუშვათ. საზოგადოება უნდა იყოს თვითონ ფრთხილად და რაციონალური უნდა იყოს. კარგად უნდა აწონ-დაწონოს საკუთარი მოქმედება და ბრმად არ უნდა იმოქმედოს. ნებისმიერ შემთხვევაში ცვლილება შეიძლება კარგ რამესაც არ ნიშნავდეს, რადიკალურად ცუდსაც შეიძლება ნიშნავდეს და რადიკალურად კარგსაც, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, სანამ მიხვალ საარჩევნო უბანში, მანამდე კარგად უნდა იფიქრო, მართლაც ასეთი იქნება თუ არ იქნება. თანამედროვე ქართულ ადამიანს, ჩემი ასაკის ადამიანებს, მაგრამ უამრავი მითი აქვს თავში. მითი აქვს თავში, მაგალითად, შემდეგი სახის, რომ შეიძლება მოხდეს დაბრუნდეს ის 64, რომელიც იყო საბჭოთა 64. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანს ეს ილუზიები აქვს. დრო უკან ვერასდროს ვერ წავა. დრო ვეღარ წავალთ წარსულში, მაგრამ რა უყოთ ჩვენს გამოცდილებას. პრაქტიკულად ის გამოცდილება, რომელიც მიიღო ჩემმა თაობამ საბჭოთა პერიოდში, სამოქალაქო თვალსაზრისით თუნდაც გამოუსადეგარი აღმოჩნდა. სრულებით უსარგებლო აღმოჩნდა. ამიტომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რო დაიწყო ახალგაზრდების რეკრუტირება ხელისუფლებაში და თანამდებობებზე, ეს იყო ერთგვარი გამოუვალი მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჭაობიდან საკუთარი თავის თვითონვე ჩვენივე ხელით ამოყვანა სხვისი დახმარების გარეშე. ახალგაზრდები, რომლებიც ალბათ შეცდომას დაუშვებენ, ან არ დაუშვებენ, არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ მათი მეშვეობით. არჩევნების თემა რო გავაგზავნოთ გარკვეულწილად, საზოგადოებისთვის აქტუალური თემა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდება საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევები. ხშირად ხდება ისე, რომ განსხვავებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები სხვადასხვა შედეგებს დებენ. თუ არის შესაძლებელი, რომ ვისაუბროთ ამაზე, რა ინდიკატორებით უნდა იმოქმედონ ადამიანებმა, როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ენდონ თუ არა ამა თუ იმ კვლევას. ნდობა არის თანამედროვე საზოგადოების უმთავრესი პრობლემა. რაც არის, ნდობა რაც არის, ეს არის უმთავრესი მთავარი ელემენტი დასავლური საზოგადოებების. ჩამოჩენაც სწორედ ამაშია. დასავლეთში არსებობენ ინსტიტუციები, რომელთაც აქვს მაღალი ნდობის რეიტინგი და ადამიანები ამ ინსტიტუტებს ენდობიან. მაგალითად, როცა მე კლინიკაში მივდივარ, პირველ რიგში ვეძებ არა დაუშვათ ექიმს, მაგალითზე გეუბნებით, არამედ ვეძებ კლინიკას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს. როცა მე ვირჩევ უნივერსიტეტს, მე ძირითადად ვენდობი რას? გამოკითხვის შედეგებს. დაუშვათ, რომელ უნივერსიტეტს აქვს, როგორი რეიტინგი აქვს დაუშვათ ასე. და ნდობა არის სისტემების მიმართ. ჩვენი ჩამორჩენა სწორედ იმაში მდგომარეობს თანამედროვე ქართული საზოგადოების იმაში, რომ ჩვენ არ ვენდობით სისტემებს და ინსტიტუტებს. ამაში არის გარკვეული სიმართლე ასევე, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები მყარი ავტორიტეტის მქონეები არ არიან. სოციოლოგია, ისევე როგორც სოციალური მეცნიერება, ბევრი სხვა სოციალური მეცნიერება გამომდინარე მისი ბუნებიდან, გარკვეულად პრობლემურია და ადვილად შეიძლება სოციოლოგიური მონაცემებით მანიპულირება. რიცხვები და სტატისტიკა ადამიანებზე სერიოზულად მოქმედებს. ადამიანები ძირითადად სტატისტიკას და რიცხვებს ენდობიან ხოლმე, მაგრამ ხშირად არის ურთიერთ გამომრიცხავი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ჯგუფი ამას იყენებდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი მიზნებისთვის, მანიპულაციას ეწეოდეს და განსაკუთრებით ძნელი ამ
მანიპულაციის ხარისხის დადგენა, როცა დაუშვათ ადამიანი ვერ ხედავს, ვინც კითხულობს ამონაცემებს, როგორ ჩატარდა ეს კვლევა. ის პროფესიულად ვერ დაინტერესდება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მერე უნდობლობას აი ამ ინსტიტუტების მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ბოლო ახლანდელი არჩევნები ასევე იქნება სოციოლოგების ომიც რაღაც აზრით. ჩვენ მივიღებთ სრულად განსხვავებულ შედეგებს. მაგრამ არის ერთი გამოსავალი, რომ ამას უნდა აკეთებდნენ მეცნიერები, კვალიფიციური მეცნიერები, სოციოლოგები, უნდა ვაკეთებდეთ ამ კვლევებს ინსტიტუტები და რომელსაც ექნება რომლის შედეგები, მიღებული შედეგები იქნება დაყრდნობილი გაზიარებულ, აღიარებულ მეთოდოლოგიას და ამ პრინციპებზე იქნება დამყარებული. ინტერნეტ გამოკითხვები წავიკითხე ამას წინათ რამდენიმე საინტერესო იყო და შეიძლება ინტერნეტ გამოკითხვას ადამიანი ჩვეულებრივ ენდოს დავუშვათ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ინტერნეტ გამოკითხვებზე ნდობა და იქიდან რაღაც დასკვნების გაკეთება საკმაოდ პრობლემურია. ეს არ არის ესე იგი ის რასაც ქვია რეპრეზენტატული, ის რასაც ქვია დაუშვათ საიმედო და ასე შემდეგ, მაგრამ ის იმუშავებს აუცილებლად საზოგადოებაში თუ ამ გამოკითხვას სადმე წარადგენენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბოლო დროს ტრიალებს არის, ანუ გამწვავდა ესევა ეს თემა სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულება ერთმანეთთან. თურქეთთან ოშხზე და იჩხანზე მოლაპარაკებ. თქვენ როგორ ფიქრობთ, საითკენ მიდის ეს პროცესი, ანუ იცვლება თუ არა დამოკიდებულება? მე მგონი ეკლესიას უფრო მეტად იმპერიალისტური და არასამოქალაქო წარმოდგენები აქვს და სახელმწიფოს, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს აქვს უფრო მეტად სამოქალაქო წარმოდგენები, როცა საქმე ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, სამოქალაქო უფლებებს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი პოლიტიკოსების რიტორიკაში, მე ვიტყოდი ყველა მხარეს, სადაც კი პოლიტიკოსები არიან, თანდათან იდევნება ეთნიკურობაზე, ესე იგი, აქცენტის დასმა, ხაზგასმა ნაციონალისტურ, წმინდა ნაცისტური ხასიათის გამონათქვამები უკვე პრაქტიკულად არ ხდება და საზოგადოებაც მობილიზებულია მეტნაკლებად მემხედველობაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალები და ასე შემდეგ მსგავსი გამონათქვამები არ დაუშვან ჩვენ საზოგადოებაში. რაც შეეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, მათ ერთმანეთი რაღაცნაირად ჭირდებათ. შეიძლება სახელმწიფოს ჭირდება ეკლესიის რეიტინგი, ხოლო ეკლესიას ჭირდება სახელმწიფოსგან ლოიალობა, რომ მიიღონ გარკვეული დახმარებები სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეკლესიას შეუძლია ნებისმიერ დროს, ესე იგი, ასე ვთქვათ, უარი თქვას ყველაფერ ამაზე იმ სიკეთეზე, რასაც ის დღეს სახელმწიფოსგან იღებს, თუ კი იქნება სხვა ვინმე, ვინც მათ მოთხოვნებს და მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში სიხარბეს დააკმაყოფილებს. როცა ადამიანებს ეუბნები, რომ არ წახვიდეთ უცხოეთში და დარჩით საქართველოში, მაშინ შენც არ უნდა წახვიდე სამკურნალოდ უცხოეთში და უნდა თქვა, რომ ვის ხელშია შენი ჯანმრთელობა იქ, ხო? იმათ ხო სატანისტებს ვეძახებ ჩვენ პროტესტანტებს და კათოლიკებს. ხო, სატანისტები არიან ჩვენი პოზიციიდან. მაშინ როგორ შეიძლება ეგ ადამიანმა ემკურნალოს? რატომ უნდა წავიდეს იქ რა მართლმადიდებელი ექიმების ჯარი დახტება თუ რა იქნება? აი ეგ არის ის პრობლემა და ეკლესია პრინციპში მე არ ვამბობ ქართულ მართლმადიდებლობაზე. საერთოდ მართლმადიდებლობა სოციალურად განუვითარებელია. არ აქვს სოციალური მოძღვრება, არ აქვს დოქტრინა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსთან, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან, ფაქტობრივად სოციალური ცხოვრება, სოციალურ სამართლიანობაზე წარმოდგენა და ასე შემდეგ პრაქტიკულად ნულამდეა დასული და ჩვენ არ ვიცით ეკლესიას რა აზრები აქვს ამასთან დაკავშირებით. უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას რო შევეხოთ საზოგადოებას, რამდენად ტოლერანტულია ქართული საზოგადოება? ქართული ტოლერანტობა არის მითი. ეს არის ძალიან დიდი მითი, რომელიც ყველას ჭირდება ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც მოვა მომავალში თუ არ მოვა, არ ვიცი, ყველას ჭირდება ეს მითი. საფუძვლად მიაჩნიათ ის, რომ თბილისში დაუშვათ ერთ კვარტალში დგას რამდენიმე ეკლესია, სინაგოგა, დაუშვათ ეკლესია, სხვადასხვა კონფესიების მეჩეთი და ასე შემდეგ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ტოლერანტობის გამოხატულება. ეს ეკლესიები რო აშენეს, მაშინ სახელმწიფო აი ეს რასაც ქვია ერის სახელმწიფო, nation state არ არსებობდა, ცხადია. და ამიტომ ყველა ეთნიკური ჯგუფი თავისუფლად იმიტომ მონარქია არის ეს ნაციონალიზმი რა არის? მონარქია არის ყველას მონარქის, ყველას ხელს გაუწოდებს, ვინც მონარქის სუვერენობას აღიარებს, ხო? და აი ნაციონალური სახელმწიფოს პირობებში არის საკმაოდ დიდი ჩვენ ნაციონალური სახელმწიფო არ ქონია. ჩვენ არ ვიცით ტოლერანტულები ვართ თუ არა, ან ვიყავით თუ არა, იმიტომ რომ სახელმწიფო არ ქონდა, ჩვენ არ მართავდით ამ ქვეყანას. ეს არის მითი და მე მინდა ვთქვა, რომ ასეთ მითებს უნდა ვებრძოლოთ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა ვთქვათ, რომ ეს მითია უბრალოდ. რომ ეს არ იყო ჩვენი ნება, რომ ასე გვეკეთებინა. ნება როცა გქონდა ჩვენ და ეს უნდა გვეკეთებინა, მაშინ ოსებს და აფხაზებს ჩვენ ვეძახოდით ერთს აფსუებს, მეორესაც და ჩვენი წილი პასუხისმგებლობისა ვერ დავინახეთ იმაში, რომ დღეს ეს მდგომარეობა გვაქვს. უმრავლესობამ ყოველთვის უკან უნდა დაიხიოს, როცა ეთნიკურ ჯგუფებს ეხება საქმე.
ყოველთვის უნდა დათმოს, იმიტომ რომ ის უფრო მეტია ვიდრე უმცირესობრივი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ეს შეგნება რომ ჩვენ უკან დავიხიოთ არ არსებობს. აქ ეს შეურაცხყოფად აღიქმება. ანუ ტოლერანტობა მე მგონი რომ არ არის გააზრებული ჩვენთან. რას ნიშნავს ტოლერანტობა? როგორ უნდა იცხოვროს სხვებთან ერთად ერთ საზოგადოებაში, სხვა სარწმუნოების და რელიგიის ადამიანებთან. მაგრამ ეს ჭირდება ახალგაზრდა დემოკრატიას, ეს ჭირდება ნაციონალურ სახელმწიფოს და ჩვენ ვიგონებთ მითებს. რომ დაუშვათ დემოკრატია გქონდა დაუშვათ მე-12 საუკუნეში და რაღაც მსგავს მითებს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვეძებოთ, გამწარებით ვეძებთ ჩვენნაირი საზოგადოებები, გამწარებით ეძებენ საგრძნებს წარსულში, რომ თანამედროვე მდგომარეობას მოუძებნონ რამე საფუძველი. რატომ? იმიტომ რომ სისტემის შექმნა, წესრიგის ფორმირება ვერ შევძელით, ჩვენ არა გვაქვს კაცრი, კარგად აწონდაწონილი, გააზრებული წარმოდგენა წესრიგზე, შესაბამისად ჩვენ არა გვაქვს არანაირი წარმოდგენა რას ნიშნავს თავისუფლება. ჩვენთან თავისუფლება არის თვითნებობა, ხოლო წესრიგი არის ძალადობა. ეს ორი რამ პირისპირდება ერთმანეთს. ამიტომ სკოლაში არიან მანდატურები, რომლებიც ახალგაზრდების ასოციალურობას ბოჭავენ, ხო, ამას საზოგადოება აღიქვამს როგორც ძალადობას, მათ შვილებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოაშიშორო, ჩვენ მივიღებთ ძალიან ბევრ დაღუპულ ახალგაზრდას, იმის გამო რომ არც იმ ახალგაზრდებს მოსწავლეებს და არც მშობლებს არ შეუძლიათ სოციალური წესრიგის გენერირება და შექმნა. და ამ პირობებში ჩვენ ვიწევთ ცხოვრებას. უღმესი მადლობა.